გამარჯობა, დღეს ხარბი მედია კვირის ტყუილს წარმოგიდგენთ. ეს არის პოდკასტი, სადაც შევეცდებით გასაგებად და მარტივად გიამბოთ ვინ და როგორ გვატყუებს. გასული კვირის ბოლოს სამთავრობო მედია ძირითადად მიხეილ ყაველაშვილის ბელგრადში ვიზიტის გაშუქებით იყო დაკავებული. პრორუს პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან სტუმრობას რაიმე წინასწარი საინფორმაციო მომზადება არ უძღოდა. ზოგადადაც ოცნებას სერბეთს არც თუ ისე ხშირად ახსენებს, თუნდაც ორბანის უნგრეთთან შედარებით. მოგეხსენებათ, სერბეთი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ის კანდიდატია და დაახლოებით ისეთივე ბუნდოვანი პერსპექტივით გაწევრების, როგორც ჩვენ. თუმცა ვუჩიჩი ერთ-ერთია იმ რამდენიმე სახელმწიფო მეთაურთაგან, ვინც ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. წაგიკითხავთ ციტატას პირველი ბრიფინგიდან, როცა ის და ყაველაშვილი ერთად მიესალმნენ მედიას. ჩემთვის დიდი პატივია მივიღო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მინდა ვთქვა, რომ როგორც სერბეთის მოქალაქე და პრეზიდენტი ვგრძნობ ძალიან დიდ ბედნიერებას, იმიტომ რომ ჩვენს ისტორიაში პირველად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვუასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს. თქვა მან ყაველაშვილთან ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ. ბელგრადში ჩასვლის ალბათ ყველაზე რეალური და წონადი საფუძველი მაშინ გამოჩნდა, როცა ყაველაშვილმა ქართულ მედიასთან ერთად მოინახულა იგლ ჰილსის ბელგრადული პროექტი, მას ქვია Waterfront ბელგრადი, 2016 წელს არის დაწყებული. ეს მასაც იგივე არაბული კომპანია ხელმძღვანელობს, რომელმაც ახლა წანისა და გონიოში უნდა ააშენოს ახალი უბნები თუ ახალი ქალაქები. ოღონდ ეს პროექტი იქაც საკმაოდ დიდი განხილვის თემა იყო. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ამ პროექტის ადგილმდებარეობა, სადაც ეს ახლა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ბელგრადის ერთ-ერთი გარეუბანია და იქ მოუხდათ ძველი შენობების აღება. რადგან მოსახლეობა მას აპროტესტებდა, ძირითადად ღამით მიმდინარეობდა სამუშაოები და როგორც ადგილობრივი მედია იუწყება და კადრებსაც აჩვენებს, მასში მონაწილეობდნენ ნიღბიანი ადამიანები. ამ წარმოვიდგინეთ, ღამით ბელგრადის ქუჩებში ნიღბიანი ადამიანები ტექნიკასთან ერთად მუშაობდნენ და ძველ შენობებს ანგრევდნენ. ადგილობრივი მედია კორუფციულ და კარტელურ შეთანხმებებზეც ლაპარაკობდა და ასევე კომპანიისთვის შექმნილ პრივილეგირებულ პირობებზე. ბევრი იყო საუბარი სახელმწიფო კონტროლის ნაკლებობაზეც. რაც დადასტურებულია, ეს შემთხვევები ყველა დოკუმენტირებულია სერბულ მედიაში, საეჭვოდ ბევრი ადამიანი, ბევრი მუშა დაიღუპა ამშენებლობისას, როგორც ამბობენ, არასათანადო უსაფრთხოებისა და სტანდარტების დაცვის გამო. ასევე განხილვის თემა იყო მშენებლობის ნებართვების გაცემის გაუმჭვირვალე პროცესი და საეჭვო გარიგებები ქალაქის მმართველებთან მიწის ნაკვეთების ხელში ჩასაგდებად. ქალაქის მერია მას ცხადია ყველაფერს უარყოფდა. თუმცა დაუბრუნდეთ ახლა ყაველაშვილის ვიზიტს ქართულ ჟურნალისტებთან, მან წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ასეთი რამ თქვა. მე მინდა მადლობა გადაუხადო ასე ვიცე-პრემიერს, რომელსაც თხოვა პრეზიდენტმა, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და გაეცნო უფრო მეტად დეტალურად ამ პროექტის შესახებ. ზუსტად ანალოგიური ხელშეკრულებაა დადებული სახელმწიფოსთან, 35-იანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. დღესდღეობით დაახლოებით 9 მილიარდზე მეტი შემოსავალი აქვს უკვე ბიუჯეტში სერბეთის სახელმწიფოს, დაახლოებით 3 მილიარდ ნახევარი, 4 მილიარდ ნახევარამდე არის ინვესტიცია განხორციელებული, დაახლოებით 10,000-მდე დასაქმებული პირი არის და ჩვენ გავაგზელებთ შედეგზე ორიენტირებული ფაქტების ასე ვთქვათ, ჩვენებით ამ ყველაფერს და გავცემთ ყველას პასუხს და საქართველოს გახდება უფრო ძლიერი. მე კიდევ ერთხელ არ მინდა რომ მოვცილდე თემას რა ვიზიტსაც ვზადდებოდი. და პირველ ტყუილსაც მივადექით. თუმცა მაინც და მაინც დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს შეგნებული ტყუილი იყო და პრეზიდენტი უბრალოდ
არ აიხლარდა არითმეტიკაში ან წამოწდა. მან ახსენა 9 მილიარდი. ძალიან სკრუპულოზურად გადავამოწმე ყველა წყაროში, რაც კი შეგვახია იყო და მათ შორის სერბეთის მთავრობის ვებგვერდზე იქ 9 მილიონზე ლაპარაკი. ანუ 2016 წლიდან დღემდე ამ პროექტით, რომელსაც Eagle Hills-ი ახორციელებს იქ, სერბეთის ბიუჯეტმა 9 მილიონი მიიღო დივიდენდად. 9 მილიონსა და 9 მილიარდ შორის სხვაობა, ანუ 9 მილიონი, 9 მილიარდი 1000-ჯერ ნაკლებია. Გამოვინაცვლოთ ისევ საქართველოში და იქ Hills-ის აქაურ პერიპეტიებში გავერკვეთ. ეს წარმოგვიდგინეს როგორც უმსხვილესი ისტორიული საინვესტიციო პროექტი 6 მილიარდზე ლაპარაკობენ და რაც ძალიან საინტერესოა, ამ კონტექსტში ახსენებდნენ უმსხვილეს არაბულ სახელმწიფო ფონდს EMR Properties. და განმარტავდნენ, ეს ციტატა არის ახლა მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული პირველი ინფორმაციიდან. სწორედ აღნიშნული კომპანიის სახელს უკავშირდება ისეთ ფართომასშტაბიანი პროდუქტების განვითარება, როგორიცაა პროექტების განვითარება, როგორიცაა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა, ასევე დუბაის სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის პირდაპირ უცხოური ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ყობახიძის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ეს ვიზიტი სექტემბერში შედგა ამ წლის. დღეს იმარი, ანუ ეს უმსხვილესი ნახევრად სახელმწიფო კომპანია პროპაგანდისტული ნარატივიდან სრულად არის გამქრალი. რას გულისხმობ, როცა ვამბობ ნახევრად სახელმწიფო, ეს არის დაახლოებით ისეთი რამ, როგორც ჩვენი თანაინვესტირების ფონდია აქ. მოდით ვნახოთ რა აერთიანებს და რა განასხვავებს იმარსა და Eagle Hills, რომელიც ბოლოს შეგვრჩა ხელში. ოფიციალურ წყაროებში ასეთ რამ წერია: დუბაიში დაფუძნებული საჯარო კომპანია სპეციალიზებული გიგანტური დეველოპერულ პროექტებზე. მათი ცნობილი პროექტებია ბურჯ ხალიფა და დუბაი მოლ დუბაიში. კომპანიის უმსხვილესი აქციონერია დუბაის საინვესტიციო კორპორაცია Corporation of Dubai ICD 22%-ით და სხვა მეწილეებიც. რაც შეეხება კომპანია Eagle Hills. ეს არის აბუ-დაბიში დაფუძნებული კომპანია, ბევრად მოგრძალებული კაპიტალითა და შესაძლებლობებით, თუმცა რეპუტაცია კარგი აქვს. ყოველ შემთხვევაში ბიზნეს რეპუტაცია არ აქვს, ცუდით ვარ ჩავთვლით იმას, რაზეც წერან ბელგრადის პროექტთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგადად არაბულ ბიზნესს ეს რაღაცა გვერდითი მოვლენები მიყვება ხოლმე, რაც შრომითი უფლებების დაცვას შეეხება, გამჭვირვალობას, სახელმწიფოსთან კარტელურ, როგორც თქვა, არაკეთილ სინდისიერ გარიგებებს და ასე შემდეგ. ეს კომპანია Hills-ი არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ამ თამაშის წესებით თამაშობს. კონტრაქტი კომერციული საიდუმლოების მიზეზებით, ანუ ეს კონტრაქტი, რაც გაფორმდა სინამდვილეში, როგორც გაირკვა Eagle Hills-სა და საქართველოს შორის, კიდევ ერთხელ შეგახსენებ, თავიდან სულ სხვა კომპანიაზე იყო ლაპარაკი. ჯერ კიდევ საიდუმლოა ეს კონტრაქტი, მომიზედება საკმაოდ ლოგიკურია, კომერციულ საიდუმლოებას შეიცავსო, ეს ასეც ხდება ხოლმე, ბევრ ბიზნეს ოპერატორს არ უნდა, რომ ღიად დადოს თავიანთი კონტრაქტი მით უმეტეს სახელმწიფოსთან და გასაგებია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ცოტა სხვა რამასთან გვაქვს საქმე, ბევრი კითხვა არსებობს და იმიტომ. კიდევ ერთი რაც თანმდევია ამ პროექტის არის ის, რომ პოლიტიკური აჟიოტაჟი არ ამ ტყუილის გამო, რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, არამედ იმის გამო, რომ თითქოს არაბები უნდა ჩამოსახდნენ და გონიოდა კრწანისი დაიპყრონ და ქსენოფობიურმა ჯგუფებმა, ნაციონალისტურმა გაერთიანებებმა ეს საბაბად გამოიყენეს ამას წინათ თბილისში საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართა არაბიზაციის საწინააღმდეგოდ. როდის მოეფინა ამ სიცრუეს, ყოველ შემთხვევაში ნახევარს მიმართლებს ნათელი. მას შემდეგ, რაც ყოფილმა დეპუტატმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა
რომან გოცირიძემ საემიროების მთავრობას ღია წერილით მიმართა, იქნება ციტატას წაგიკითხავთ, გთხოვთ, როგორც საემიროების სახელმწიფო სტრუქტურამ და პასუხისმგებელმა კომპანიამ შესაბამისი ნაბიჯები გადადგათ იმისთვის, რომ შეჩერდეს თქვენი სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენება საქართველოში და გავრცელდეს ოფიციალური განმარტება ამ საკითხს წერდა ის. ოფიციალური განმარტება არ გავრცელებულა, სხვათა შორის არ ოფიციალური განმარტება არც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იმაზე, რაც თავში ვილაპარაკეთ 10 თენაზე 9 მილიონსა და 9 მილიარდ შორის, არც ჟურნალისტები ჩაკითხვიან, მას 4 მიკროფონი ქონდა, კადრში ნახავდით თქვენც, რომ ფაქტობრივად 4-ვე სამთავრობო ტელევიზია იქ იყო. განცხადების შემდეგ შეკითხვები დაუსვეს, მაგრამ 9 მილიარდსა და 9 მილიონს შორის სხვაობაზე არ უკითხავთ. მოკლედ, ასე გაქრა არაბული სახელმწიფო ფონდი ქართული პროპაგანდიდან და ეს შეანაცვლა იგორ ჰიუსტონმა. ეს კარგად შანსს პრემიერ კობახიძის, როგორც ასე მოიხსენიებენ, დეველოპერულ სარეკლამო კამპანიაშიც ნახოთ ახლა ის კლიპი, რომელიც გამოიყენა პროპაგანდამ და ყველა არ ხმა, მაგრამ ჩვენ რუსთავი ორის პიესი ავირჩიეთ. ახლა კი უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია საქართველოში, მასთან დაკავშირებული მითები და რეალობა. პრემიერ-მინისტრი 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და პროექტის დეტალებს განმარტავს. სრულად დავიცავთ საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს, მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს, ამბობს ირაკლი კობახიძე აი ამ მიმართვაში. როგორც პრემიერი განმარტავს, განაშენიანების გენერალური გეგმა გამჭვირვალედ კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით დამტკიცდება. საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. ასეთია პრემიერის პასუხი საინვესტიციო პროექტის მოწინააღმდეგეების ბრალდებებზე. ისინი აცხადებენ, რომ შენდება ორი არაბული ქალაქი და იწყება საქართველოს არაბიზაცია. ამ თეზის სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, რომ არ მენახა რამდენიმე პატივსაცემი ადამიანის განცხადება, რომელმაც ეს გზავნილები სამწუხაროდ დამაჯერებლად აღიქვა. წუხილის შესაძლო მიგრაციასთან დაკავშირებით სრულად გასაგებია და ამიტომ აუცილებლად მიმეჩნია არაბიზაციის მითის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გაუწია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16,000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის შენებობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60%-იც რომ მიყიდონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9,600 ბინა გაიყიდება, როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60,000-ზე მეტი ბინა შეიძინეს. ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არც შექმნეს. ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს, თუ რამდენად ყალბია განცხადებები მასთან დაკავშირებით, რომ იგელჰელსის პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. მეორე, კამპანიის ინიციატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქართულ მიწას უცხოდომელებს გადასცემს. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც უცხოელებზე და უცხოურ კომპანიებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვესებას კრძალავს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია. პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა. ხელისუფლება სრულად აიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს. და ბოლოს შეჯამება. ერთი მხრივ, არავითარი არაბიზაცია, არავითარი მიწის გადაცემა უცხოდომელებისთვის, არავითარი მანიპულაციები ინვესტიციის განგარიშებისას. მეორე მხრივ, 24,000 დროებითი და 8,000 მუდმივი სამუშაო ადგილი, დამატებით 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში. წელიწადში დამატებით 700 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში. უმაღლესი სტანდარტების განაშენიანებული სივრცეები კრწანისა და გონიოში. ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის, არავითარი ფინანსური ვალდებულება, ფინანსური გარანტია ან არასტანდარტული პირობა პარტნიორ კომპანიასთან მიმართებით. სტიმული სხვა მსხვილი კომპანიებისთვის ჩადონ მასშტაბური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოდომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ.
თუმცა მთავარია სიმართლე და ვფიქრობ, ასეთ პირობებში ხელისუფლების და თითოეული ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავლისთვის. პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას. მაინც რა აერთიანებს Eagle Hills-სა და MR-ს? აღმოჩნდა, რომ რა კი არა, ვინ? მოჰამედ ალაბარი ის არის Eagle Hills-ის დამფუძნებელი. ანუ ეს კომპანია, რომელიც ახლა ჩვენთან ოპერირებს, მისი დამფუძნებელია და ფაქტობრივად მფლობელიც, მაგრამ მას აქვს საერთო იმართანაც. ის ფლობს ამ კომპანიაში წილს, ოღონდ 1%-ზე ნაკლებს, თუმცა მუშაობდა მის ტოპ მენეჯმენტში, მმართველ დირექტორად, სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ზუსტად ბურჯ-ხალიფას აშენება, ის მენეჯერობდა ამ პროცესს, მაგრამ როგორც დაქირავებული. იმართან მას სხვა ურთიერთობა, ანუ სხვა რაიმე იურიდიული კავშირი არ გააჩნია. ბატონი ალაბარი ცნობილია დუბაის урბანული ტრანსფორმაციის არქიტექტორი, ვკითხულობთ სხვადასხვა საჯარო მისი განხორციელებული წარმატებული პროექტებიდან არის დუბაის მოდელის ექსპორტი სხვადასხვა ბაზარზეც, სერბეთი უკვე თქვით, ალბანეთი, მაროკო, ეგვიპტე, ახლა უკვე საქართველოც. სამწუხაროდ ყველა ამ ქვეყანაში კომპანიის სტრატეგია იყო დაბალი ღირებულების მიწის ნაკვეთის შეძენა, ათვისება და მერე მეგამრავალფუნქციური უძრავი ქონების პროექტებად გაყიდვა. თუმცა ეს დღევანდელი ჩვენი კვირის ტყუილის თემა არ არის, იქ რაღაცა ეკონომიკური პრობლემებიც არის, როგორც ადამიანები, ვისთანაც მე წინასწარ კონსულტაცია ავიარე მეუბნებიან, ბევრი რამ არის დასათვლელი, მათ შორის ისიც, რომ სახელმწიფოს აქვს 33% წილი ამ პროექტში, ისევე როგორც სერბეთში სხვათა შორის, მაგრამ პირდაპირ ინვესტიცია არ ჩანს. დიდი ალბათობით იმპულს, რომელიც აქ უნდა დააბანდოს, Eagle Hills-ი ბანკებიდან ისესხებს, შესაძლოა ქართული ბანკებიდანაც. და მთელი იმედი დამყარებულია იმაზე, რომ იქ მერე ეს უძრავი ქონება გაიყიდება და აქედან შემოვა ფული, რომელიც ჩაითვლება მერე ინვესტიციად, თუმცა იქაც, როგორც ამბობენ, გათვლებშია პრობლემა, იმდენად ძვირად არის გათვლილი თითო კვადრატული მეტრი დეველოპერული პროდუქტებიდან, რაც აქ უნდა აშენდეს, რომ ცოტა არარეალურად გამოიყურება, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ კრწანის სისჭალები ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა ჩვენთვის, ის ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მისი განაშენიანება ზიანს მიაყენებს თბილისის ისედაც დაზიანებულ ეკოსისტემას. გონიოში კი იმდენად დიდი არის ის ტერიტორია, რაზეც არის საუბარი, რომ ფაქტობრივად იმონაკვეთში, აჭარის იმონაკვეთში შემდეგ საინვესტიციო აღარაფერი აღარ დარჩება. სხვათა შორის, ბევრად ნაკლები ტერიტორია აქვს ამ საქმისთვის მიცემული ბელგრადში, Eagle Hills, თუ არ ვცდები 150 თუ რაღაცა ეგრე ჰექტარი, საქართველოში კი მოგეხსენებათ 100 ჰექტარზეა საუბარი. ეს იყო დღევანდელი კვირის ტყუილი, ანუ კარგახანია ეს ტყუილი ცირკულირებს, მაგრამ ჩვენ საბაბად გამოვიყენეთ ყაველაშვილის ვიზიტი სერბეთში, რომელიც მართლა საერთოდ გავდა კონკრეტულად ამ პროექტის სარეკლამო კამპანიას. ფაქტობრივად მისი ყველა კომენტარი ამ თემით იწყებოდა და ამ თემით მთავრდებოდა, მან დიდი ხანი იარა იქ ამ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტში, ინფრასტრუქტურულ ტერიტორიაზე. ეს ძალიან აქტიურად შუქდებოდა პროპაგანდისტულ ტელევიზიებში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას ნაკლები სიმძიმის ტყუილები მექნება მოსაყოლი, თუმცა მაინც შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შუქის ძალიან მნიშვნელოვანია გამოიწეროთ სხარბის YouTube გვერდი. ეს ძალიან მარტივია, უნდა დააჭიროთ ხელი, ზარივით სიმბოლოა. ოღონდ უნდა შეხვიდეთ კონკრეტულად YouTube-ზე. თუ Facebook-იდან გადახვალთ, იქ ეს არ გამოჩნდება. ძალიან გაგვახარებთ, თუ ფინანსურადაც დაგვიჭერთ მხარს. ამ შემთხვევაში უფრო ხშირად და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებით.
მადლობა რომ გვისმინეთ, ჩვენ ერთმანეთს პარასკევს აფსანძესთან სახლში ნატა მურვანიძესთან ინტერვიუს თუ შევხვდებით.